დღე არ გავა, რომ ოპერაციაზე არ ვიყო და ის დღე როდესაც ოპერაცია არა, მე ცუდ ხასიათზე ვარ. სისხლს სუნი აქვს, სისხლს ქირურგისთვის სუნი აქვს. რა თქმა უნდა და ეს არის ზუსტად ის სუნი, რომელიც სამლავს ქირურგს. ჩემთვის მაგალითად ეს არის ჰობი. ეს გვაძლევს დიდ ენერგიას. ხო, კარგია რომ ეს თვითონ ვიღაცა შეიძლება მანიაკი გონებოდი. პაციენტი თუ დაგიკარგავს. კი, რამოდენიმე ჯერად და ეს რა ვიცი, ალბათ ცხოვრების ნაწილს კარგავ ჩვენს. გახსოვს ალბათ ყველა ის პაციენტი რომელიც მახსოვს. იმიტომ ეს იყო ძალიან დიდი ემოცია. როგორ უნდა დავძლიოთ ქირურგის შიში? აი პუტინს რომ გაუსკდეს კუჭი, ჭიაყელა ნაწლავი და მოვიდე ერთადერთი ექიმი ხარ. ერთი ადამიანია, რომელსაც ალბათ გამარჯობა, პარასკევის საღამოა და ეთერშია ჩვენი პოდკასტი ექიმი მიკროფონთან და დღეს ვფიქრობ თან საინტერესო სტუმარს შეგახვედრებთ. მიკროფონთან იქნება კარაპს მედლაინის ზოგადი ქირურგი ოთარ კეპულაძე და ასევე ივანე ჯავახიშვილის მედიცინის სკოლის ასისტენტ პროფესორი ოთო. მოგესალმები, მადლობა რომ დღეს ხარ ჩვენთან ერთად და ხო ბევრ საინტერესო რამეზე უნდა ვისაუბროთ დღეს. კარგი, მოდი რადგანაც ქირურგიაზე ვსაუბრობთ, ყველა ადამიანი, რომელიც სამედიცინო უნივერსიტეტში აბარებს, ქირურგი ვერ გამოვა. ზოგს აქვს რაღაცა ტიპის შიშები, მაგალითად ზოგს სისხლის ეშინია. ხო, მე მყავდა ისეთი კურსელები, რომლებიც აი მაგალითად რო შევიდნენ ოპერაციაზე და სისხლი დაინახეს, ზოგს გული წაუვიდა. აი თუ გახსოვს პირველად, როცა სისხლი დაინახე, შენი რეაქცია? ძალიან კარგი კითხვა. რა თქმა უნდა, ქირურგს სისხლის არ უნდა ეშინოდეს და მე ეს პროფესია გადავწყვიტე 8 წლიდან. ჩემი ირგვლივ ბევრი სისხლი იყო, თვალთახედვაში ბევრი სისხლი იყო. ვინმე ხიჩკოკი არის? ბევრი სისხლი იყო თვალთახედვაში, განმარტე რა სისხლი იყო. ციტაკად ხო ისეთ პერიოდში ცხოვრობდი, რომ სულ იყო ან ჩხუბი, ან ომი, ან დაჭრა. და ეს ჩემთვის არ იყო ესეთი პროფესია, ეს მე 8 წლის ასაკში გადაწყვეტილი მქონდა, რომ ქირურგი უნდა გავხდარიყავი. მედიცინას კი არ ვირჩევდი მხოლოდ, ვირჩევდი ქირურგიას. თქონდა იქ ვიცოდი რაც იყო. პირველი სისხლი როცა დავინახე და ეს ოპერაციაზე თუ ქირურგიულ სისხლს გულისხმობ, ოპერაციაზე როცა შევედი, ეს იყო ნარკოტიკი, სავარაუდოდ, რომელმაც მომწამლა. და დღეს ალბათ დღე არ გავა, რომ ოპერაციაზე არ ვიყო და ის დღე როდესაც ოპერაცია არა, მე ცუდ ხასიათზე ვარ. კაი, უყურე რა მინდა გკითხო, სისხლს სუნი აქვს? სისხლს ქირურგისთვის სუნი აქვს. რა თქმა უნდა და ეს არის ზუსტად ის სუნი, რომელიც სამლავს ქირურგს. შეგიძლია მითხრა როგორი სუნი აქვს სისხლს? ალბათ ჩემთვის მაგალითად ეს არის ჰობი. ჰობი, რომელიც ყოველდღიურად უნდა ვიგრძნო. ეს არის რაღაც დადებითი ემოციის მომტანი, იმიტომ რომ ამ სუნის საშუალებით ჩვენ ვეხმარებით ადამიანს და ვარჩენთ სიცოცხლეს. ეს გვაძლევს დიდ ენერგიას. ხო, კარგია რომ ეს თვითონ ვიღაცა შეიძლება მანიაკი გონებოდი. კარგი, ოთო, გავაგრძელოთ. აი, შენ თქვი რომ რაღაცა ის ჩვენი ბავშვობა ისეთი პერიოდი იყო, რომ ხო, საკმაოდ ცუდ პერიოდში გავიზარდეთ. ხომ იქ იყო ქუჩა, დაჭრები, მკვლელობების დიდი სერიები და ასე შემდეგ. საველე პირობებში თუ აღმოგიჩენია შენ ვინმესთვის დახმარება და აი ამ თქვა ქუჩის პირობებში, საველე პირობებში გადაგირჩენია ამას თუ ჩავთვლით, რომ მე 2008-ში, მაშინ როდესაც ომის პერიოდი იყო, რეზერვისტად ვიყავი სამედიცინო ბატალიონში და ჩემი მეგობრებთან ერთად ტყვიავის საველე ჰოსპიტალში 2008 წელს ვასრულებდით ოპერაციებს. გაიხსენებ ამ პერიოდს, ანუ რა ნახე? ძალიან რთული იყო ეს გასახსენებლად, მაგრამ მაშინ ჩვენი ბიჭები ისე იბრძოდნენ, რომ ჩვენი მისანი იყო წარმოვიდგინეთ, რომ ვიყავით დიდ მოედანზე, სადაც გულშემატკივრობდით ჩვენ გუნდს. ხო, მესმის 2008 წელი მე ჩემთვისაც ძალიან ისეთი მძიმე ემოციურად გასახსენებელი თემა. კარგი, შევეშვათ ამ ყველაფერს და გადავიდეთ ქირურგიაზე. დაამთავრე უნივერსიტეტი? დაამთავრე უნივერსიტეტი. და როგორ გადანაწილდი, ჩვენ დროს მონი გადანაწილებები აღარ იყო და როგორ მოხდი ქირურგიულ განყოფილებაში? მე საერთოდ პროფესია რო ავირჩიეს,
ზეგავლენა მოახდინა ძალიან ბიძად ჩემმა და რაც გითხარით რომ 8 წლიდან უკვე ვიცოდი რომ ქირურგი უნდა გამოსულიყავი ეს როდესაც მეკითხებოდნენ ვინ უნდა გახდე ხო პროფესიით ვიცოდი რომ ქირურგი და ამას ამაყათო ვამბობდი და ამ პერიოდის განმავლობაში უკვე ხობად შეიქმნა ჩემი პროფესია და ბიძად ჩემმა ძალიან დიდი ზეგავლენა მოახდინა მან მომცა საშუალება რომ განვითარებულიყავი და სწორედ სტუდენტობის შემდგომ უბრალოდ სტუდენტობის პერიოდში უკვე მე მქონდა საშუალება ის სისხლის სუნი ასისტირება გაგეკეთებინა შემეგრძნო ხო ასისტირება გამეკეთებია შემდგომ უკვე და ბიძად ჩემი დღესაც ერთად მუშაობთ საოპერაციოში ერთად გავართ შემდგომ უკვე გამოჩნდა იყო ესეთი პუმპერასი ადამიანი ქირურგიაში მეტუმეტეს ლაპარასკოპული ქირურგიაში საუბრობ რომელიც იყო თავიდან ჩემი მასწავლებელი შემდგომ უკვე მეგობარი და მან ძალიან ეს იყო ინოვატორი ადამიანი რომელმაც ლაპარასკოპული ქირურგია აიყვანა უმაღლეს მწვერვალზე საქართველოში და დღეს მან ბევრი ოპერაცია დანერგა რომელიც გააკეთა ლაპარასკოპულად რომელიც ადრე მხოლოდ მუცელკვეთით და ლაპარატომული ჭრილობით კეთდებოდა შემდგომ ბატონი მერაბი მოდი უნდა ვახსენოთ აუცილებლად რომ მართლა ძალიან დიდი პიროვნება იყო გარდა ქირურგიისა რომ იყო დიდი ქირურგის მართლაც ან პირად ურთიერთობებშიც იყო ძალიან დიდი ადამიანი და კარაფს მედლაინში ახლა სადაც შენ მუშაობ სწორედ მისი სახელს ატარებს ის შენი განყოფილება სადაც შენ მოღვაწეობ ეს არის მერაბ კილაძის სახელობის ქირურგიული დეპარტამენტი და მის გახსნაზეც ნამყოფი ვარ და ხო სამწუხაროდ ძალიან ყველას თავზე არ დაგვეცა, როდესაც ბატონი მერაბის გარდაცვალების ამბავი შევიტყვეთ და სხვათა შორის ამბობდნენ იმასაც, რომ ძალიან ბევრმა მუშაობამ ძალიან ბევრი ოპერაციები ჰქონდა და ამის გამო გადაიღალა და უბრალოდ ვეღარ გაუძლო ეს რამდენად რეალურია. რა თქმა უნდა ძალიან ბევრი ოპერაციას აკეთებდა დღეში 6-7 ოპერაციას მინიმუმ აკეთებდა. და სავარაუდოდ ეს სტრესი, რაც მან მიიღო და საბოლოო დიაგნოზი, ალბათ ამ თავს დაუზოგაუმა მუშაობამ გამოიღო ესეთი შედეგი. კაი, ოთო, მაშინ სტრესზე რადგანაც საუბრობ, ჩვენ მითხარი რომ თუ იმ დღეს ოპერაცია არ მაქვს, უდად გრძნობ თავს და აი ბევრ ოპერაციას სტრესი მოაქვს, ცოტა ოპერაციის დროსაც ის სტრესები ის სად არის შენი შუალები? ჩვენ ვერ ვცნობთ ამას, ხო? ეს არის ჩვენთვის ნარკოტიკი, რომელიც აჩილება მეტი უნდა ვაკეთოთ, ხო? ვერ ვფიქრობთ, იმ მომენტში ვერ ვფიქრობთ, როდესაც ადამიანს დახმარება ჭირდება, ეს არის ჩვენი მიზანი, ხო? და ამიტომ ჩვენ ამას არ უყურებთ, ჩვენ არ უყურებთ დროს, ჩვენ არ უყურებთ ამდენ საათს მუშაობთ, ხო? ალბათ ეს ქირურგების დაავადება და ეს ესე იქნება. ხო, ესე მაყურებლისთვის რო განმარტოთ ამ ქვეყანაში არის იყო ორი მერაბ კილაძე, ერთი ბატონი მერაბი რომელიც გარდაცვლილი და კიდევ მეორე მერაბ კილაძე რომელიც და საბედნიეროდ მე ორივე მერაბ კილაძესთან კომისია მუშაობა, ჩემი თემის სადისერტაციო ნაშრომის ხელმძღვანელი არის მერაბ კილაძე, ესეც მერაბ კილაძე, რომელიც ეხლაც აქტიური ქირურგია და მალხაზმის ზანდარი, ესენი იყვნენ ჩემთვის და არიან ჩემთვის ჩემი პედაგოგები, ასევე უნდა აღვნიშნო აუცილებლად პედაგოგებს შორის დავით აბულაძე, თენგიზ ჩართულანი, რომელმაც ძალიან დიდი გამოცდილება მომცეს მე ქირურგიაში და რაც შევცელი მათი დახმარებით შევცელი ეს ყველაფერი. ყურებ, ერთი რაღაც მინდა გითხო. ძველად სამედიცინო ოჯახში ძალიან ძნელი იყო უცხო პირის შესვლა რომელიმე განყოფილებაში. თუნდაც რომ ასისტენტად დაეყენებინე, ხომ, თქვა, ვიღაცა უნდა ყოლოდა. აი, უბრალოდ არ გასწავლით, არ მიგიშვებდნენ. აი, ესე ძველი ყაიდის პლიადის ექიმებს ეს ასეთი ისინი ქონდათ ხოლმე, რა ვქეთ, დამოკიდებულება. მეთანხმები ამაში თუ არ მეთანხმები და აი, შენ ვინ დაგაყენა, ვინ დაგბანა პირველად ქირურგის როგორც იბანს, ისე ხელებს. აი, რომ არ ყოფილიყო ის, შენ იქნებოდი ახლა ქირურგი? კი, გეთანხმები გიო, ეს ალბათ რაღაც გარკვეული მომენტი დღესაც გრძელდება ესეთი დამოკიდებულება, როდესაც ახალგაზრდა ექიმს არაძლევენ განვითარების შესაძლებლობის შესაძლებლობას და ერთ ადგილზე ჩერდებით, ხო? არის მაგალითად აი ლაპარასკოპული ქირურგია, როდესაც განვითარდა და ეს იმ პერიოდს დაემთხვა, როდესაც მე სტუდენტი ვიყავი და შემდგომ უკვე ნელ-ნელა დავიწყე ქირურგიაში შესვლა და აი ამ ადამიანებმა, რომლებიც ჩამოთვალეთ, ზუსტად ამ ადამიანებმა მომცეს იმის საშუალება, რომ მე მათ გვერდით
მემუშავა. პროტექციით მიხვედი მამ ადამიანებამდე აი რომ ჩემის ზეგავლენა იყო ძალიან დიდი, რომ ბიძა ჩემმა მიმიყვანა, თუმცა ხო თუ ადამიანი არ გამოდეგი და თუ არ აქვს იმის საშუალება რომ აკეთო და უნარი წარმატებით აკეთო ოპერაციები, რა თქმა უნდა გვერდით არავინ არ დაგიყენებს. მაგრამ დღეს უნდა მოხდეს ის, რომ ახალგაზრდა თაობას უნდა მივფიცეთ გასახადი, იმიტომ რომ ახალი ტექნოლოგიების განვითარება და მათი შესწავლა ახალგაზრდა თაობას უფრო უადვილდება ვიდრე წინა თაობა. კარგი, ლაპარასკოპიულ ქირურგიაზე ჩამოვარდა საუბარი და ანუ ლაპარასკოპიული ქირურგია თავიდან დაახლოებით ეს არის 90-იანი წლების ბოლოს, ხო? რაღაც ახალი ხილივით იყო და ძალიან ბევრი ქირურგი ამბობდა ხოლმე იმას, რომ აი მე რომ დამჭირდეს ოპერაცია გავიკეთებ ღია წესით და არ გავიკეთებ ლაპარასკოპიული მიდგომით, ხო? ქართულებებიც თავიდან იყო ხოლმე, ხომ? აი შენ ხა ნაღლის ბუშტის ოპერაციებში აი უბადლო დასრულებ ამ ნაღლკენჭოვანი დაავადების მკურნალობას ლაპარასკოპიული მეთოდით, მაგრამ თავის დროზე, როდესაც ეს მეთოდი დაინერგა, ბევრი ქართულებაც იყო ხოლმე. მე მოიკიდა ფეხი. სხვათა შორის ლაპარასკოპიულ ქირურგიაზე ვსაუბრობ, ამასინად ვკითხულობდი რაღაცას და ეს მეთოდი მეძავეებისთვის იქნა შემოღებული თავიდან, რომ რაღაცნაირად მათი სხეული რომ ყოფილიყო უფრო მეტად შრამის გარეშე დარჩენილი, იარის გარეშე დარჩენილიყო, იმათს გაკეთდა პირველად ეს პრაქტიკები, რამდენად მართალ ამბავს. არ არის თან ესე ძირითადად დაიწყო გინეკოლოგებმა დაიწყეს ეს რომ მინიინვაზიური ეს ოპერაციები, რომ მინიინვაზიური ჩარევით სწრაფად დაბრუნებული სამუშაო პირობებს ადამიანი. შემდგომ უკვე აიტაცა ქირურგებმა და ძირითადად ეს გამოიყენებოდა ამერიკაში, და იქ ხდებოდა ეს განვითარება. შემდგომ უკვე ჯარისკაცებს უკეთებდნენ ლაპარასკოპიულ ოპერაციებს, რომ სწრაფად დაებრუნებინათ საველე ფრონტის ხაზს. ხო, ლაპარასკოპია ბუნებრივად ნაკლებად ტრამვულია, ნაკლები სისხლის დანაკარგი აქვს და რეაბილიტაციის პერიოდიც უფრო სწრაფად გადის. შენს კლინიკურ შემთხვევაში ყოფილა თუ არა ისეთი შემთხვევა დაგიწყია ლაპარასკოპიულად ოპერაცია და საჭირო გამხდარა ღია წესით გადასულიყავი და თუ გაიხსენებ ამ შემთხვევას. მქონდა რამოდენიმე შემთხვევა და დღეს ეს ნებისმიერ ქირურგს შეიძლება დასჭირდეს და ამიტომ არის რომ ჯერ ვიწყებთ ოპერაციების სწავლას ღია წესით და შემდგომ გადავდივართ ლაპარასკოპიული მეთოდით შესწავლაზე. მეც როცა დავიწყე ოპერაციების სწავლა, ვაკეთებდი ღია წესით ოპერაციას, ამასობაში დამეწია ეს ლაპარასკოპიული ქირურგია. ბევრ წამყვან ქვეყანაში, მაგალითად, კარგად აკეთებენ ლაპარასკოპულ ქირურგიას, მაგრამ ღია წესით ვეღარ აკეთებენ იმ ოპერაციას. იმიტომ რომ პრაქტიკაში აღარ აქვთ, ხო. ამიტომ უწევთ სხვა ქვეყნებში წასვლა, სადაც ღია წესით ოპერაციები კეთდება. რა თქმა უნდა, ყოფილა შემთხვევა და ნებისმიერ ქირურგს შესაძლებელია დაჭირდეს, ამიტომ უნდა უფლობდეს ორივე ტექნიკას წარმატებით ქირურგი, რომ სასურველი შედეგი მივიღოთ. რამოდენიმე შემთხვევა, რა თქმა უნდა, როდესაც ახალი დაწყებული მქონდა ლაპარასკოპული ტექნიკით ოპერაციების კეთება, რა თქმა უნდა, უფრო შედარებით უფრო მეტი გადასვლა მქონდა ღია ოპერაციაზე, თუმცა ახლა ბოლო 2 წლის განმავლობაში ერთ-ორ შემთხვევას თუ გავიხსენებ. ეს ნაღლკენჭოვან დაავადებებს ეხება თუ საკლაპავის დიაგნოზს და ნაღლკენჭოვან, ერთი საკლაპავის დიაგნოზს, ერთი ნაღლკენჭოვან დაავადებას. კეთილი, რას გზნობ მაშინ, როდესაც ოპერაციის დროს სისხლდარღვიდან სისხლი გიჟონავს რაღაცას და სანამ იმას დაადებ. ხო, იმ შემთხვევაში ალბათ იღვიძებს შემში ლიდერის ფუნქცია და ლიდერის აზროვნება, იმიტომ რომ მე ვიცი რომ იქ მე მარტო ვარ ჩემი გუნდით და ჩემი ერთი გადაწყვეტილება, არ შეიძლება ამ შემთხვევაში დააბნება, ხო? ჩემი მყარი გადაწყვეტილება მიიღებს საუკეთესო შედეგს. დიდი სისხლდენა გქონია? კი, გქონია. როგორ დასრულა? გადასაღებად. წყნარად, შვიდად. არის ისე ხშირად, რომ მაგალითად დიდი სისხლდენაა დაწყებული და უბრალოდ სისხლს ვეღარ პოულობ, ვერ ეძებნი, რომ სად მომჭი. ამ შემთხვევაში არ პანიკდებით, ხო? ყველანი შვიდად ვარ, მთელი გუნდი და ხდება მისი დატამპონება, არის ახლა ხო? ძალიან ბევრი ინსტრუმენტი არსებობს, რომელიც ყველა გვაქვს, რათა ისეთ გამოუვალ სიტუაციაში გამოვიყენოთ, ან გადავდივართ ღია წესზე, სადაც უკვე თავისუფლად მოვცემთ იმ სისხლძარღვს და ვაკეთებთ მის ლიკირებას.
გასაგებია. აი, მოდი, ნაღვალკენჭოვან დაავადებაზე გადავიდეთ, ხომ? ადამიანები მაინც, როდესაც მათ უდგინდებათ ნაღვალკენჭოვანი დაავადება, ოპერაციამდე რაღაცა ეტაპებს გადიან. არავის არ უნდა ეხა ოპერაცია, ეხა ხო, შენ კი ამბობ, რომ მე მიყვარსო, მაგრამ ხა პაციენტს კითხე უნდა იმას საოპერაციო მაგიდაზე დაწვეს, არ უნდა. და რაღაცა სხვადასხვა მეთოდებს მიმართავენ ხოლმე. ხო, აი რა ეტაპებს გადიან პაციენტები, რა შეცდომებს უშვებენ, სანამ ისინი ოპერაციამდე მოვლენ. პირველ რიგში იმას უშვებენ, ის არის შეცდომა, რომ გვიან ხდება დიაგნოსტიკა, ხო, პაციენტს აქვს ჩივილები, ტკივილები და ის არ მიმართავს ექიმს, არ მიმართავს სამედიცინო დაწესებულებას. მით უმეტეს ეხლა, როდესაც ხო, ყველა კუთხეში, ყველა უბანში ამაში EUX ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის, რომ პოლიკლინიკური ქსელი კარგად აქვს გამართული. პირველად იჯანდაცვის კომპონენტი. კი ბატონო, ამ COVID-მაც შეგვიწყო ხელი, რომ ყველა ადამიანმა იცის ოჯახის ექიმის სახელი, ოჯახის ექიმის ტელეფონი, ხო, თავისუფლად შეუძლიათ მივიდნენ და პროფილაქტიკური კვლევები ჩაიტარონ. მაგრამ არის პაციენტები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში აწუხებს ტკივილი, სავარაუდოდ ფიქრობს, რომ ნაღვალკენჭოვანი დაავადება, კარმინდის ექიმთან, ეს არის პირველი შეცდომა, რასაც უშვებენ. შემდგომ უკვე, როდესაც უდგინდებათ, მხოლოდ ეხოსკოპისთან ხდება მათი მიმართვიანობა და უკვე ექიმთან აღარ აგრძელებს ურთიერთობას. აი რატო და რა იმედი აქვს რომ ეს კენჭს რა თვითონ დაიშლება, გაქრება თუ როგორ იცი თაობებსაც გააჩნია ხო ახალგაზრდა თაობის პაციენტები ფრთხილობენ, უფრო ფრთხილები არიან და ოდესაც დიაგნოსტირება ხდება რაღაც დაავადების და უფრო ხშირად მიმართავენ პირველად ჯანდაცვის დაწესებულებებს ანუ ოჯახის ექიმებს ხო სადაზღვევო კომპანიებში ეძებენ EULX-ს ან EULX-ს და რამოდენიმე ექიმბაშიც არსებობს კიდე ერთი დიდი შეცდომა ეს ექიმბაშები ამაზე მიგარებია რომ ნაღვალკენჭოვან დაავადებას გიმკურნალებ ჩემი ეს არის ესენი არიან ეს ექიმბაშები არიან ყველაზე ბოროტი ადამიანები მე თქვავ და ძალიან ბევრი სამწუხაროდ ქართულს არც სოციალურ ქსელში და არც თქვათ ეს არ კონტროლდება ეს მცდარი ინფორმაციები, რაც იდება, ხო? აი მაგალითად ერთი მედიკამენტია, რომელიც ესე იგი პირდაპირ დევს Facebook პოსტზე, რომ კურნავს B ჰეპატიტს. B ჰეპატიტს სოფლიო ვერ კურნავს და აი ის მედიკამენტი ქართული სახელი აქვს თან. უბრალოდ არ მინდა დავასახელო. აი ესენი შარლატანები არიან, ესეთი ექიმბაში შარლატანია, იმიტომ რომ ის ადამიანი აზიანებს სიკვდილისთვის წირავს იმ კონკრეტულ ადამიანს, რომელსაც შეუძლია რომ ერთი მანიპულაციით, რომელიც არ არის რთული, გადაირჩინოს სიცოცხლე და უბრალოდ გადარჩენასაც რო თავი დავანებოთ, სიცოცხლის ხარისხი გაიუმჯობესოს. რა თქმა უნდა, გაიუმჯობესოს სიცოცხლის ხარისხი. ყავს რამოდენიმე ექიმბაში, რომელიც შლის კენჭებს, თურმე შლის კენჭებს და მე რა ვიცი, ყველას ურჩევ რომ არ მიმართოს ამ ადამიანებს, იმიტომ რომ ხო, ნეტა მეთქვა შენთვის მე რომ დღეს რომ რაღაცნაირად ამ პოდკასტს წერდით და ნაღვალკენჭოვან დაავადებაზე ვისაუბრებთ, რამე კენჭი რო წარმოგეყო, ეს კენჭი სხვადასხვა კლინიკაში ძალიან ეს კენჭი რომ წარმოვიდგინოთ, სხვადასხვა წარმომავლობის არის და ისინი არიან ძალიან მაგარი კენჭები, აი ჩაქუჩი რო ურთხავ ვერაფერი რა ბალახი დაშლის და რა ექიმბაში მოულის ახლა ამ კენჭს, მაგრამ ეს კენჭები სხვადასხვანაირია ხოლმე. მე მინახავს მაგალითად აი MM-დემსის ნაირი ჩალაგებული ლამაზი კენჭები ხო? ხო, ეს ტიპია ჩვენს გვიგვირს ხოლმე. მაგრამ ეს ორგანიზმის შექმნილი კენჭებია. ხშირად არის ხოლმე პაციენტს თუ მოგწონს ეს კენჭები არ ვატან და ჩვენ სამუზეუმო გამოფენას ვაწყობთ იქ. ისე და საიუველერო ნაკეთობებში ეს კენჭები თუ გამოდგება. ბევრმა თქვა რომ კალსაბამს გავიკეთებ. ხო. მაგრამ ჯერ არ მინახავს ეგეთი. დინო, შენ ხო არ გაიკეთებდი რამეს? არა, ხო? ხო, ისა საინტერესო იქნება ადამიანის ორგანიზმში წარმოქმნილი ქვარი საკმაოდ ძვირფასი იქნება და ვინმეს შეუამხანა და სკარავს მედლაინი და საიუველერო ნაკეთობები ნაბაგურდიდან ხო. და სხვადასხვა ფერია, სხვადასხვა წარმომავლობა. ზოგი კენჭი არის პირდაპირ დიდი რომ მთლიანად ნაღლის ბუშტის ფორმას იმეორებს. ხო? კი, ნაღლის ბუშტის ფორმას დაახლოებით 4-5 გვაქვს ისეთი, რომელიც აოცებს ხალხს. თუმცა ქირურგებს უფრო წვრილი კენჭების ქვეშინია. რატო გეშინია უფრო? აი მოძრავია და უფრო სადინარში გადავარდნის ალბათობა უფრო მაღალია ვიდრე დიდ კენჭს. და უშუალოდ გადაგივარდა სადინარში რა შეიძლება დამატებითი манипуляციები ჭირდება პაციენტს ან ღია წესით ოპერაცია, რომელიც დიდ ჩარევას მოითხოვს.
ამიტომ ჯობია რომ დადგინდა არის სიმპტომური ნაღლის ბუშტი, შესრულდეს ოპერაცია, იმიტომ 15-20 წუთში ფაქტიურად პაციენტი იწყებს უნაღლო ცხოვრებას. კაი, ხო, ეხლა უნაღლო ცხოვრება ახსენე და როგორ ჯობია ისე ნაღლით იცხოვროს ადამიანმა თუ უნაღლოდ? რა თქმა უნდა, ორგანო რაც მოგცა და ანატომიურად გააჩნიეს, ყველა საჭიროა. მაგრამ თუ ეს საფრთხეს უქმნის მის ჯანმრთელობას, რა თქმა უნდა, მისი ამოკვეთა უნდა მოხდეს. ოთო, ძალიან ბევრი ადამიანი ვერ წყვეტს ახლა და იცის, რომ აქვს ნაღვალკანჭოვანი დაავადება. ნაღვალკანჭოვანი დაავადებით მთელი ცხოვრება შეიძლება ისე გასტანო, რომ მიაღწიო 80 წელს, 90 წელს და ოპერაცია გქონდეს და ოპერაცია არ გაიგეთო. მე მყავდა პაციენტი, რომელიც 82 წლის იყო. და რომელმაც მითხრა, რომ ეს ტკივილებით მომმართა და ჩამიწყდა ეს ტკივილები სალიფეხი სამარეში მაქვს, ხო? არის ესეთი პაციენტებიც. თქმა ჩაუწყდა ტკივილები, წავიდა გაიწერა სახში და შემდგომ 92 წლის ასაკში, ანუ 10 წლის შემდგომ უკვე ეს ქალბატონი 92 წლის ასაკში მოვიდა, რომ ისეთი შემთხვევა, ისეთი ტკივილი ჰქონდა, რომ წავე, რომელიც ვერ ჩავაცხდეთ და დაჭირდა ოპერაციული ჩარევა. რა თქმა უნდა, წარმატებით ჩაიგერა ამ ოპერაციამ და ეს არის ყველაზე ასაკოვანი ადამიანი. ხანდაზმული შენი პირადი, რომელიც 92 წლის ქალს ამოკვეთე ნაღლის ბუშტი. კარგი, იცი რა მინდა გითხო? ტკივილის მართვა ახსენე, ხო? ეხლა 92 წლის ქალბატონს მოვიდა 10 წლის მერე 82-ის მოგმართა პირველად. ტკივილი დაუამე და 92 წლის ასაკში გაიკეთა ოპერაცია. აი, რითი აამებ ამ ტკივილს? ის ხო მექანიკურად არის ის კენჭი წარმოდგენილი? რა საკეთებ? ანუ მედიკამენტით როგორ შეიძლება ამ ტკივილის კუპირება? არის სპაზმოლიტიკები, რომელსაც ნიშნავთ, ყველაზე მარტივი. ძალიან სიმპტომური ალბათ დროებით. რა თქმა უნდა, სიმპტომურია და უკვე ჩვენზე არ არის დამოკიდებული, შესაძლებელია პაციენტი დიეტას იცავდეს და მაინც გამწვავდეს დაავადება, ეს უკვე ამას უკვე ამ კითხვაზე პასუხს მედიცინა ვერ გაცემს. ხო, აი თუ ჩვენ შესაძლებელია მოხდეს გამწვავება და საბჭოთა პერიოდის ქირურგიას გადავხედავთ და აი მაგალითად თქვათ ხომ, აი ხა ბოლო 20 წლეულის განმავლობაში ხო, ნაღლის ბუშტის ოპერაციები უფრო ცოტა კეთდებოდა ადრე, ვიდრე ახლა უფრო ბევრი კეთდება. ხო, ნუ ხა ლაპარასკოპიის განვითარებამაც ეს გამოიწვია. აი ადრე აი ესეთ შეკითხვას და რას შვებოდნენ ეს პაციენტები, ვინც ცხოვრობდნენ ამ კენჭებით და არ იკეთებდნენ ამ ოპერაციას. ულტრაბკერა, ხო, კვლევების ეს. მაგრამ ჰქონდათ სიმპტომები. სიმპტომები ჰქონდათ, რომელიც ხელით სვამდით დიაგნოზს, ხო, თუ სპაზმო, ანუ არ არსებობდა ულტრაბკერა, დიაგნოსტირებას ოპერაციამდე ვერ ახდენდნენ, იყო კენჭოვანი დაავადება, თუ სხვა არა, ხო? ამიტომ ჯერ იწყებდნენ სპაზმოლიტიკებით მკურნალობას და მაქსიმალურად ძლავდნენ დროს, რომ პაციენტი მისულიყო, თქო, წავე შემთხვევამდე. სადაც უკვე ოპერაციული მკურნალობა იყო აუცილებელი. ეხოსკოპიის განვითარებამ უკვე ყველა კლინიკაში კეთდება ეხოსკოპია, ყველაზე მარტივი, ყველაზე უსაფრთხო კვლევა. მაინც დიაგნოსტიკამ განაპირობა ის, რომ ოპერაციების რაოდენობა გაიზარდა. ოპერაციების რაოდენობა გაიზარდა და სოფლიოში სტატისტიკურად ეს ნაღვალკანჭოვანი დაავადება ერთ-ერთი ხშირი დაავადება. ჩვენთან და სოფლიო სტატისტიკის მიხედვით თან ემთხვევა და საქართველოს რეგიონების მიხედვით არის დაყოფაო, აი თქვათ მაგალითად სამეგრელოში უფრო მეტი შეიძლება იყოს შემთხვევა ვიდრე ქართლში ან ასე შემდეგ. ეს არის კვებითი ფაქტორით გამოწვეული, ხო? მე არ მევკვიდრეობითი ფაქტორი შესაძლებელია კვებითი ფაქტორით. რა არ უნდა ვჭამო, რომ არ დამემართოს? ვერ იტყვი. შესაძლებელია ძალიან ჯანსაღად იკვებებოდეს, კვების სწორი რეჟიმი ჰქონდეს, არჩეული მთელი ცხოვრება, მაგრამ ნაღვალკანჭოვანი დაავადება მაინც ჩამოყალიბდეს. შენ გაქვს ნაღლის კენჭი? არა, არც მე. ჯერჯერობით არა. ხო. ისე შენ რო დაგემართოს ნაღვალკანჭოვანი დაავადება, ვის დაუწვებოდი საოპერაციო მაგალითად? რომელთან ერთადაც მუშაობდა დავასახელოთ. დავით ელგანდაშვილი. დავითს გააკეთებინებდი ამ ოპერაციას. ძალიან კარგი. ცოტა შემეშინდებოდა, მაგრამ მაინც. რატო შეგეშინდებოდა? აი ხო თქვი, ვიღაცას სისხლის შიში აქვს, ხო, ბავშვებიდან მაქვს ნემსის შიში. ნემსის შიში. შენ პაციენტი არ ყოფილიყარ არასდროს? ჯერჯერობით არა. და მაქსიმალურად ვიცილებ თავს, რომ პაციენტის რანგში გამოვიყურებთ. ოპერაციების რაოდენობა, რომელსაც ჩვენ ძალიან დიდი რაოდენობით აკეთებ, ეს არის ნაღვალკანჭოვანი დაავადებები და ასევე მეორე ოპერაცია ეს არის საყლაპავის თიაქარი, რომელიც საკმაოდ ბევრ ადამიანს აწუხებს, ხო? და საკმაოდ მძიმე სიმპტომატიკით შეიძლება მიმდინარეობდეს, ხომ ეს არის გულძმარვა, და შემაწუხებელი პაციენტისთვის. ეს შეიძლება იყოს არითმია გამოწვეული კვების შამის შემდგომ საკმაოდ მძიმე არითმიები შეიძლება გამოიწვიოს და
ოპერაციაც ახლა მე რომ მქონდეს მაგალითად გასაკეთებელი ნაღლის ბუშტის ნაღელკანჭოვან დაავადებაზე ოპერაცია თუ საყლაპავის თიაქარზე რა ვირჩევდი ნაღელკანჭოვანი გავიკეთო უფრო მარტივია ვიდრე მაგალითად საყლაპავის თიაქრის ოპერაცია აი ხო რა სიხშირით აკეთებ ამ ოპერაციას როგორი შედეგები გაქვს და რეციდივები თუ აქვს ოპერაციას რა თქმა უნდა როდესაც სწორადაა დასმული დიაგნოზი მაგ შემთხვევაში დასწორადაა არჩეული ოპერაციის ტაქტიკა ფლოპ კარგად ოპერაციის ტექნიკას რა თქმა უნდა საუკეთესო შედეგებია და ჩვენ პაციენტებს ვეხმარებით რაც აღნიშნე ხო საყლაპავის თიაქრების დროს არის შემაწუხებელი გულწმაგვა ტკივილები კუჭის არეში ჭამის მერე კარგად უნდა იარო ვერ დაწვევი დიდი ხნის განმავლობაში და ძალიან საუკეთესო კარგი შედეგებია რა თქმა უნდა ეს მუცელკვეთითაც კეთდება მაგრამ ძალიან ტრამულია ძვალსაწეხები მაგრამ ლაპარატომიით გაკეთებული ეს ოპერაცია ამიტომ ლაპარასკოპია და ზუსტად მერაბ კილაძე იყო რომელმაც პირველად საქართველოში შეასრულა ლაპარასკოპულად საყლაპავის თიაქრები და 99 წლის მერე უკვე აქტიურად სრულდება ეს ოპერაციები ნელა იხვეწება კიდევ უფრო იხვეწება ტექნიკა ამ ოპერაციის და ჩვენ სამ სიახლეებს მივხვდებით და გვაქვს საუკეთესო ბარიატრიას აკეთებ ბარიატრიასაც ვაკეთებთ კლინიკაში კეთდება ეხინოკოკები ღვიძლზე ეხინოკოკები ესეც როგორც ლაპარასკოპულად ასევე ღია წესით სხვადასხვა სახის თიაქრები მუცელზე დიაფრაგმის მაგალითად საზარდული ვენტრალური თიაქრები მუცლის წინა კედელზე რაც არის გამოხატული და რაც შეეხება რომელიც აირჩევდი ხო გირჩივნა თქვა ხოლეციტექტომიის ნავლის ბუშტის ამოკვეთის გაკეთება თქვა ჩვენ ვიდრე საყლაპავის თიაქრის ნუ თუ ჩივილების საყლაპავის თიაქრის გაქვს ნავლის ბუშტს ვერ გაგიკეთებთ ნავილად და რა თქმა უნდა შედარებით ყველა ოპერაცია საყლაპავის თიაქარი და ვერ რისკავ ოპერაციას სიმართლე გითხრა ეხლა ვიწყებთ ახალ კვლევებს რომლებიც აი ამ საყლაპავის თიაქრებს და აი გულწმარვებს ეხება და მალე ჩაუშვებს ჩვენი კლინიკა კარაფსმელიანი მალე ჩაუშვებს ამ გამოკვლევებს და შეგვიძლია მოგმართოთ და ჩაგიტაროთ. აი სწორად დავსვათ დიაგნოზი. აუცილებლად მოვალ და გესტუმრებ. ხო, ეხინოკოკები ახსენე და ეხინოკოკი რამდენად მომრავლებულია საქართველოში და ძირითადად აი ყურა ეხინოკოკთან დაკავშირებით რა მინდა უთო იცი რომ საზოგადოებაში ადრე ჩემი ბავშვობის დროს ჰქონდათ ადამიანებს ძაღლების ფობია. რომ არ უყვარდათ ძაღლები იმის გამო რომ ეშინოთ რომ არ დაემართოთ ეხინოკოკი. და სინამდვილეში თუ ძაღლი ვაქცინირებულია, თუ ძაღლი ჰელმინთებზე დამუშავებულია, ეხინოკოკი ადამიანს ფიზიკურად ვერ დაემართება და ეხინოკოკი შეიძლება უფრო დიდი შანსია დაგემართოს რესტორანში შეხვიდე და ცუდად გარეცხილი მწვანე უმა შეიძლება უფრო დიდი რისკი მოგცეს ეხინოკოკი დაგემართოს ვიდრე ცხოველმა. აი რა სიხშირით აღდება ეხა ეხინოკოკი და ვინ არიან ხოლმე ეს პაციენტები მწყემსები? საქართველოში შემცირდა და შემცირდა იმიტომ რომ სისუფთავე ხო ცხოველების დაკლა როდესაც ყველა ეზოში ხდებოდა დღესდღეობით აღარ ხდება ეს აღარ ხდება ამ ცხოველის სხვადასხვა ორგანოების გადაყრა ნაგავზე სადაც უკვე ძაღლი მიდის ან ცხოველი მიდის და იკვებება და შესაბამისად ნენელა მცირდება ეს თუმცა დაგჭა რეგიონი ვინ არის ხოლმე წყემსები ძირითადად წყემსები და ცხოველები ვისაც ყავს და ის ადამიანები რომლებიც არასწორად ამუშავებენ სხვადასხვა პირუტყვის ხორცს ხო და ასევე ჰიგიენის ნორმები ძალიან მნიშვნელოვანია თქვა ხომ ნორმება ძალიან შეამცირა ეს ყველაფერი ეს დაავადება კეთილი ისე ეხინოკოკის ბუშტი ამოღებისას გამსკდა რა შემთხვევაში და არის ესეთი ინსტრუმენტები გვაქვს რომ არ გაგისკდეს და არც უნდა ისე თუ გაგსკდომია არა არ გინდა ეგ არც თქვი უნდა რომ ეს გასკდეს იმიტომ რომ სხვადასხვა გართულებები შესაძლებელია გამოიწვიოს ეხინოკოკის მკურნალობა ოპერაციული მკურნალობა შედარებით მარტივია, მაგრამ შემდგომ უკვე პოსტოპერაციული პერიოდის მართვა არის ცოტა გახანძლივებული და დიდი ხნის განმავლობაში იჭირდება პაციენტს მკურნალობა. ძირითადად რამხელა ხოლმე ეს ეხინოკოკის სხვადასხვა ზონის არის კი ტიპუსი და უფრო მეტად ღვიძლში ალბათ ძირითადად ფილტვში ხდება, მაგრამ ჩვენ ახლა რა ხან მე აბდომინალური ქირურგია, ღვიძლი, პანკრეასი, ელენთა თავისუფალ მუცლის რუშიც ყოფილა აი მერაბის დროს გავაკეთეთ ოპერაცია უთვალავი ეხინოკოკი ამოვიღეთ მუცლის როდან. ხო, პანკრეასი ახსენე, პანკრეასთან თუ აკეთებ ოპერაციას. ხო, პანკრეასი ვაკეთებ ოპერაციას და პანკრეასის დაავადებებს
ეხება სწორად ჩემი სადისერტაციო ნაშრომიც, თუმცა ზოგადად მაინც პანკრეასზე არის სიფსინური დაავადებები და დღესდღეობით შედარებით მცირე რაოდენობით კეთდება, იმიტომ რომ დაახლოებით პანკრეასის სიმსივნეების 80%-იანი ინოპერაბელი შემთხვევა, როდესაც ოპერაციის ჩატარებას ვერ ვახერხებთ. თუ ნეკროზია? პანკრეონეკროზი კი ძალიან ხშირად გავუკეთებია ესეთი ოპერაციები და რა თქმა უნდა ვცდილობთ ამ შემთხვევაშიც ლაპარასკოპული მეთოდით გავაკეთოთ პანკრეატიტის მკურნალობა ჩავატაროთ ლაპარასკოპული მეთოდით. ალბათ ყველაზე მეტად ამიყვანს ის ოპერაცია, როდესაც პანკრეასს ეხება საქმე, ხო? იმიტომ რომ ცოტა რთული. შედარებით ბევრი გართულებები აქვს და გართულებების პროცენტული მაჩვენებელი მაღალია და ლეტალობის გამოსავალიც მაღალია. ხო, რაღაცნაირი ორგანოა ეს პანკრეასი. კარგი, პაციენტი თუ დაგიკარგავს. კი, რამოდენიმე ჯერ და ეს, რა ვიცი, ალბათ ცხოვრების ნაწილიც კარგავ ჩვენს ექიმები. ეს ხო დაჭრილი urgentული შემთხვევა, როდესაც პაციენტს ძალიან ბევრი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული და სკარაფში მოიყვანეს? არა, ეს იყო მაშინ მუშაობდით პირველ კლინიკურ საავადმყოფოში, ვიყავით თორაკო-აბდომინურ კლინიკაში და არამიანცის საავადმყოფო ყოფილი არამიანცის საავადმყოფო და გუნდკერდის და მუცლისრუს განყოფილება, სადაც ფეხი ავიდგი და იქ ჰქონდა ეგეთი შემთხვევები. ხო, რთულია. გახსოვს ალბათ ყველა ის პაციენტი, რომელიც დაკარგა. იმიტომ ეს იყო ძალიან დიდი ემოცია და ალბათ ყველა ექიმისთვის პაციენტის დაკარგვა ძალიან რთული. პირველად დამოუკიდებლად, როდესაც არ ასისტირებდი რა ოპერაცია შეასრულე? აპენდექტომია. ეს არის ხო, თითქოს ვიცახით რომ ყველაზე მარტივი ოპერაცია, მაგრამ ღია წესით ალბათ. ხო, რა თქმა უნდა, ღია წესით და ეს იყო ვიცახით რომ მარტივი ოპერაცია, მაგრამ აპენდიციტი არის დაავადება, რომელიც შესაძლოა აპენდექტომია არის ოპერაცია, რომელიც შესაძლებელია იყოს ყველაზე მარტივი და ყველაზე რთულიც. ქონია ისეთი ჭიაყელა ნაწლავი, რომ ვერ გიპოვნია დიდი ხნის განმავლობაში, რომ მაგალითად აი სულ ინფილტრატით ყოფილა მოცული მუცელი. ზოგჯერ არის მდებარეობა, მაგალითად ზოგჯერ შარდის ბუშთან შეიძლება მიეკრას, ზოგჯერ მაგალითად სათესლება გირაკისკენაც შეიძლება წავიდეს, ბადეკონში აი მცირე ანდიჩი იყოს ჩამალული და ბევრი ვარიაცია აქვს, ხო? კი, ყოფილა შემთხვევა, როდესაც 40 წუთი გვიწევნია და ყველაზე ის უცნაურ ადგილას სადგიპოვნია ეს ჭიაყელა ნაწლავი. უკან წელის არეში თირკმელთან. წელის არეში თირკმელთან, ხო? ყველაზე ხშირი პერფორაცია ალბათ თუ ხდებოდა, ეს იყო აპენდიციტის დროს, ჭიაყელა ნაწლავი და პერიტონიტები ალბათ ხო? პერიტონიტები და ეს იქნებოდა ალბათ 12 გოჯა ნაწლავის წყულოვანი დაავადების დროს პერფორაცია ალბათ, ხო? ეს ორი ძირითადად დაავადება იწვევდა ხოლმე პერიტონიტს. კი. ისე რამდენი ხანი შეიძლება კონდეს გამსკდარი რაღაცა ორგანო ადამიანს და აი მისი გადარჩენის შანსი რამდენი დღის შემდეგ უკვე პრაქტიკულად შეუძლებელია. რა იცი, როდესაც რაღაცას ხდება, მით უმეტეს კუჭის პერფორაცია, 12 გოჯა ნაწლავის წყულის პერფორაცია ხდება, ხო, ისეთი ძლიერი ტკივილია. ხანძლის შარტყმის შეგრძნებას, ხო, პირდაპირ ვეკითხებით, როგორი ტკივილი გაქვს? პირველი ძარღვი ჩამარხეს. პაციენტი დიდი ხანი ვერ ძლებს. მოდის საავადმყოფოში და ექიმს ეხვეწება რომ ოპერაცია გაუკეთეს, როგორმე დაუამდეს ტკივილი, ხო? ამას ოპერაციის გარეშე ვერ თუმცა ვიღაცებიდან და მე პერიტონიტის დროს ეს ტკივილის სინდრომიც ნელდება და ყოფილა შემთხვევები, როდესაც 3-4 დღის პერიტონიტების ოპერაცია ჩაგვიტარებია, 3-4 დღის პერიტონიტებზე, მაგრამ ამ შემთხვევაში უკვე შემდგომი გართულებები, რამოდენიმე ოპერაცია დაჭიროებია და შემდგომი გართულებების რისკი და ლეტალური სეგმენტიანობაც უკვე მაღალი არის, რაც დრო გადის. ხო, მესმის. ზოგადად კარგი, მაგრამ პერფორაციებიც ბუნებრივია შემცირებული. პერფორაციები შემცირებულია, ხა მედიკამენტების მეთოდები და 12 გოჯა ნაწლავის წყულოვანი დაავადების სამკურნალო მედიკამენტები არსებობს, ჰელიკობაქტერია პილორის ვნახეთ უკვე რომ არსებობს და მისი კვლევასაც ვატარებთ, ხო, ვაკონტროლებთ ამ წყულს, როგორ მკურნალობთ, როგორ მიმდინარეობს მისი შეხორცება, შეხორცდა თუ არა, შედეგი გამოიღო თუ არა ჩვენმა ჩატარებულმა მკურნალობამ, დავგეგმოთ თუ არა ოპერაცია, ხო, ადრე ოპერაციები ხელაღებით კეთდებოდა, იმიტომ რომ მედიკამენტი არ არსებობდა მსოფლიოში, მაგრამ ომეპრაზოლის ფორმულამ შეცვალა კუჭის ქირურგია. ხო, გეთანხმები. გაუვალობაზე რას მეტყვი?
გავალობაზე ხშირად აკეთებ ხშირი და ავადება და ძირითადად ეს შეხორცებითი პოსტოპერაციული შემდგომი შესაძლებელია პოსტოპერაციული შემდგომი გავალობები და აქაც ხო სწორი მენეჯმენტი გჭირდება ამ დაავადების რათა საუკეთესო შედეგი მივიღოთ, იმიტომ რომ გჭირდება ხოლმე ამ გავალობის დროს ნაწლავი იბერება, ხო, ვერ გადის პაციენტი აირებზე და კლოიბერის ფიალები ჩანს რენტგენოლოგიურად კლოიბერის ფიალები, ხო? ამ შემთხვევაში ლაპარასკოპულად გვიჭირს ოპერაციის შესრულება და მივდივართ ღია წესით ოპერაციაზე, იმიტომ რომ ნაწლავი სამუშაო ადგილი აღარ რჩება უმცლისღოში, იმიტომ რომ ნაწლავები შებერილია და ზოგჯერ გჭირდება ნაწლავის რეზეკციაც და შემდგომ უკვე ეს შერთული ნაწლავზე როცა ვაერთებთ გავალობის დროს შესაძლებელია. სწორ ნაწლავზეც აკეთებ ოპერაციას? არა, სწორ ნაწლავზე არა, გამოვაკეთეთ. სხვილი და წვრილი ნაწლავი. ოთო, რა მინდა გკითხო, იცი? ანუ ვისაუბრეთ ჩვენ ნაღელკენჭოვან დაავადებაზე, ვისაუბრეთ ჩვენ საყლაპავის თიაქრებზე, ვისაუბრეთ პანკრეასის დაავადებებზე. მაინც ყველა ადამიანი, რომელიც ქირურგთან მოდის, აქვს ძალიან დიდი შიში. შენ თვითონაც მითხარი, რომ შენ თვითონაც ძალიან შიშარა პაციენტი ხარ, ხო? აი ხა ამ პოდკასტს მოისმენს ათასობით ადამიანი, ათასობით პაციენტი. აი როგორ უნდა დავძლიოთ ქირურგის შიში? ბოლო შეკითხვა მექნება შეიძლება. ალბათ ქირურგთან საუბრის შემდგომ. და ჩვენ უნდა გქონდეს იმის ენერგია, რომ პაციენტის ყველა კითხვას გავცეთ პასუხი, რაც მედიცინას აქვს, ხო? მოგეხსენება ჩვენი მეცნიერება არ არის 100%-იანი, მაგრამ ექიმებმაც ამ 100%-თან ახლოს უნდა ვიტრიალოთ, უნდა გქონდეს ემპათიის გრძნობა და პაციენტს აუხსნათ ყველაფერი, რაც ჩვენ გვისწავლია, რაც ჩვენ პრაქტიკაში გქონია ამ მისი დაავადების შესახებ. აქ უნდა უთხრათ სწორად შევაფასებინოთ დაავადების გართულების რისკები ოპერაციით და სწორად აუხსნათ, სწორად შევაფასოთ ოპერაციის გართულების რისკები და შემდგომ უკვე პაციენტს გადავაწყვეტინოთ რა ურჩევნია. კაი და სუსუბოლოს შეკითხვას დაგისვავ და გულწრფელად მიპასუხო. აი პუტინს რომ გაუსკდეს კუჭი, ჭიაყელა ნაწლავი და მოვიდე ერთადერთი ექიმი ხარ. ერთადერთი ადამიანია, რომელსაც ალბათ არ ჩაუტარებ პუტინს ოპერაციას. ერთადერთი ადამიანი. რომელსაც არ ჩაუტარებდი ოპერაციას. მადლობა ოთო, საინტერესო ადამიანი ხარ, წარმატებებს გისურვებ და ბევრი გამოჯამთრებული პაციენტი მინდა გისურვო. ეს იყო პოდკასტი ექიმი მიკროფონთან, მე გემშვიდობებით ერთი კვირით და მინდა გთხოვოთ რომ გამოიწეროთ და დაალაიქოთ ჩვენი YouTube არხი, გამომდინარე იქიდან რომ ეს არის ჩვენთვის мотиваცია და ბევრ საინტერესო სტუმარს შეგახვედრებთ ერთი კვირით გემშვიდობებით, მადლობა.